ახლა ასაბ ბუბას წევრის გენადი სულთანიშვილის პანაშვიდზე და ასევე სოფო ბაკურაძის პანაშვიდზე 4 წლის რუსის დედაზე, რომელიც ქვეყანამ გაიცნო. და მძიმე წუთებია ეს ოჯახებისთვის, მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო, რომ მათ ეს დანაკარგი. იცით, რომ ინტენსიურად მიდის ძალიან მუშაობა თვითონ დამეწყებ ტერიტორიაზე, ითქვა დღეს კიდევაც, რომ დარჩენილი არის 25% ალბათ ფართობის, რომელიც არის კიდევ საკვლევი. აღმოჩენილი არის 25 ცხედარი, იცით, რომ ასევე არის ფრაგმენტები აღმოჩენილი, რომელიც სავარაუდოდ ამ 25-დან არ ეკუთვნის არც ეს და ნახოთ ამაზეც იქნება ანალიზი და შედეგები. ზოგადად ძალიან მძიმე სურათი, მძიმე განწყობა, რა თქმა უნდა, შენარჩუნებული არის. მეორე მხრივ რთულია თქვა, რომ ეს რამე შემსუბუქებაა, მაგრამ ოჯახებთანაც ამ დღეებში როცა ქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, ეს გზნობა, როდესაც ეძებენ, არიციან საკუთარი ოჯახის წევრების ყოფნა და ამავე დროს ხედავენ იმ მძიმე სურათსაც თავად ამ ტერიტორიაზე არის და წინათ გზნობა გარკვეული აქვთ მათ ბედთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისო სურვილი, რომ ცხედარი მაინც ეპოვათ, დიდი იყო და ეს რაღაცნაირად მაინც ალბათ მათ ტვირთს ამსუბუქებს, ამიტომაც ბოლომდე შრომობენ ჩვენი მაშველები, სპეცტექნიკა ჩართული არის, ფიზიკური ძალა იმისთვის, რომ ყველანაირად ეს ტერიტორია იქნას დაძებნილი და თუ კი რაიმეს აღმოჩენა შეიძლება იქნას აღმოჩენა. პარლამენტის თავმჯდომარე რამდენად მაყოფილი ხართ სამაშველო სამხედრო კომისიაზე? ზოგადად რთულია ახლა, როდესაც ასეთი მასშტაბის ტრაგედია არის, რთულია რომ ზოგადად მაყოფილება იყოს გზნობა, რომელიც შეიძლება ამ დროს ადამიანს ეუფლებოდეს, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით პირველივე წუთებიდან ჩვენი მაშველების მუშაობას და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ის მადლობები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის დაკარგულების ოჯახების მხრიდან, იმათ ვინც ამ ჩართული არის ამ პროცესში, ვფიქრობ ეს არის მთავარი შეფასება მათი შრომით. მე კიდევ ერთხელ რომ რაღაცნაირად შევაჯამოთ, უკვე ბევრი ითქვა და მე ამაზეც ვთქვი კიდევაც, რომ სამწუხაროდ ჩვენს მაშველებს სტიქიასთან ერთად დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა, მაგრამ ერთი რამე შეიძლება ითქვას, რომ და ამაშია თუ კი მადლობებს ეს რთულია, ხომ ერთის მხრივ მადლობას უხდიდე მაშველებს, მეორე მხრივ საყვედურობზე თითქოს დაგვიანებით ჩაფრინდა ვერტფრენი, დაგვიანებით ვინმე მაშველები, ეს ერთმანეთთან არ თავსდება. თუ კი მადლობას უხდით, იმიტომაც უხდით მადლობას, რომ იმ სტანდარტებში და შესაძლებლობაში რაც აქვს სამაშველო სამსახურს, მათ შორის რთული რელიეფის გათვალისწინებით, აბსოლუტურად სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის 3 ვერტფრენი, 2 თბილისიდან, 1 ქუთაისიდან, ქუთაისიდან სამწუხაროდ მეტეოროლოგიური პირობების გამო ფრენა ვერ შესრულდა, თბილისიდან კი უმოკლეს ვადაში ჩამოფრინდა ვერტფრენი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 3 საათი ქონდა ვერტფრენს სამუშაოდ დღის სინათლეში. ამ 3 საათის განმავლობაში ყველა, ვინც უშუალოდ ეპიცენტრში იყო მოხვედრილი, იყო იდენტიფიცირებული, მათ შორის დრონების მეშვეობით, რომელიც პარალელურად უფრო ახლო დისტანციიდან ახდენდნენ იდენტიფიცირებას ადამიანებს, ამიტომ ყველა საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ვერტფრენითაც დათვალიერებული იყო ტერიტორია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ეს არის ტერიტორია 1000 მეტრის სიგრძის, 270 მეტრის სიგანის, ეს არ არის ისეთი ტერიტორია, რომელიც თან მით უმეტეს ამ მეწყერის პირობებში მინდორად არის ქცეული მთლიანად ეს ტერიტორია და თვალიც ადვილად ხილვადი არის გვერდებიდანაც, ვერტფრენიდანაც და დრონი როცა იყო ჩართული, მათ შორის დრონის მეშვეობით და შესაბამისად ყველა, ვინც ეპიცენტრში იყო ამ მეწყერის, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ყველა იმავე დღეს იქნა გადაყვანილი ვერტფრენით ქალაქ ონში. ასევე დარჩენილი იყო ადამიანები, რომლებიც მეწყერმა მოწყვიტა დანარჩენ სამყაროს, ასე ვთქვათ, ისინი უსაფრთხოდ იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში და შემდეგ ასევე გადაყვანილი იყვნენ ქალაქ ონში. მინდა გარდა ამისა აღვნიშნო, ვინაიდან დღეს კიდევ ერთხელ სამწუხაროდ გამოავლინა ოპოზიციამ და მობილური ტელეფონის პლანშეტების თუ ეკრანის მიღმა ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს თუ რამდენად
სურთ სიძულვილის ატმოსფეროს დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილდში, რომელიც არ იყო იმ კონტექსტში ასე ნათქვამი და ყველანაირად სიძულვილი გამოიწვიონ და მათ შორის დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის. სამწუხაროდ ეს არის ნაწილი კიდევ ერთხელ იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რომელსაც ცდილობდა პირველივე წუთიდანვე, როდესაც მაშველები იყვნენ იმით დაკავებული, რომ მობილიზებული ყოფილიყვნენ და დახმარებოდნენ ამ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყო იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის და ერთ რამეს ხედავთ უკვე მე-12 დღე არის სტიქიიდან, ხედავთ რამდენად დიდია სურვილი აი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად დაბრალდეს ეს ბუნებრივი სტიქია, დაბრალდეს ხელისუფლებას. როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს, ნებისმიერ და იქნებ რაიმენაირად ამოიკითხონ, რაიმენაირად რაღაცნაირად ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას. არ ვიცი რა შინაგანი განწყობა უნდა ქონდეს ადამიანს, რომ ასეთი ბოროტი სურვილი ქონდეს და ასეთი დამოკიდებულება, რომ ეძებდე რომ ამ ტრაგედიის ფონზე ეძებდე და ქონდეს სურვილი, რომ იქნებ კიდე რაიმენაირად დაამძიმო და ამაში ადამიანური ფაქტორები ეძიო და სტიქიას კიდევ ერთხელ ვიყავი უფრო ღრმად შესული თავად ამ დამეწყვილ ტერიტორიაზე და რაც უფრო ახლოს მიდის ადამიანი და თქვენს გქონდათ ამის შესაძლებლობა, მით უფრო მეტად აღიქვავს მასშტაბებს. რამხელა ლოდები არის წამოსული ამ თქვენ ტერიტორიაზე, რომელიც დაფარულია. ამიტომ მინდა რომ კიდევ ერთხელ ეს სამწუხარო მოვლენასაც ხაზი გაუსვა ეს სურვილი გარკვეულ ჯგუფებში და თითქოს რომ ვინმე აკრინებს იქ ჩარჩენილი მოქალაქეების თავდადებასაც, თავგანწირვასაც, ურთიერთგვერდში დგომასაც 210 ადამიანი გადაურჩა ამ სტიქიას. 210-ვემ გამოიჩინა სამოქალაქო სიმამაცე, თავდადება ზოგმა, სანსეტ-შოვის პერსონალი, რომელმაც დამსვენებლები გამოიყვანა სართულ-სართულ კიბეებით ჩამოიყვანა. ორი რუსთავიდან ორი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავად ამ ტერიტორიაზე არ იყვნენ, მოწყვეტილი იყვნენ, მაგრამ ღამე იქ დარჩნენ და ამ ბავშვებმაც კი გამოიჩინეს სამოქალაქო სიმამაცე, რომ პანიკაში არ ჩავარდა. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სტიქიაში მოყვა, არ აყვა პანიკას და ჩვენი მაშველების მეშვეობით გამოყვანილი იყვნენ სამშვიდობო და ყველა ეს ადამიანი 210-ვე მოქალაქე, რა თქმა უნდა, არის მამაცი სამოქალაქო თვალსაზრისით და ჩვენ ვნახეთ მათ შორის ერთ-ერთი უცხოელი, რომელიც აქ იყო გუშინდლამდე და ეხმარებოდა უკვე სხვებს იმით, რომ საკვებს ამზადებდა მისი პროფესიიდან გამომდინარე. საგამოძიებო კომისიაზე მინდა კითხოთ უშუალოდ ოპოზიცია იკითხავს ამას, თქვენი შეფასება გვაინტერესებს. მე თავიდანვე ვთქვი, რომ საგამოძიებო კომისიის იდეა ეს სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი, ვინაიდან ოპოზიციას და პარლამენტის წევრებს აქვს სხვა ბერკეტები, უფრო სწრაფი, ეფექტური მათ შორის და რამდენადაც ვიცი, ნაციონალურმა მოძრაობამ ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს. ეს არის, რა თქმა უნდა, ის ფორმა, რომელთაც მათ შეუძლიათ ყველაზე სწრაფად, ეფექტიანად მიიღონ პასუხი იმ კითხვებზე, თუ კი რაიმე კითხვა მათ აქვთ, ამ კითხვებზე პასუხი მიიღონ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას და ნახეთ შიგნით ოპოზიციაშიც არ იყო თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიხვდნენ, რა თქმა უნდა, რომ ეს გარდა იმისა, რომ იქნებოდა ტრაგედიის ფონზე ამ პოლიტიკური შოუს დადგმის სურვილი და მცდელობა, მხოლოდ ამას წარმოაჩენდა და მათთვისვე იქნებოდა საბოლოო ჯამში დამაზიანებელი. ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღე ვაკვირდებით, რომ სურვილი რაღაცნაირად კიდევ გარკვეული ჯგუფების მხრიდან რომ შემოიტანონ რაღაცნაირი ატმოსფერო უთანხმოების. არ უგულისხმი არანაირად ირაკლი კობახიძეს ის, რომ ვიღაცა სადაც ფიზიკურად შეეძლო თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო, თავად ირაკლი კობახიძემაც ნახა საკუთარი თვალით და ყველა თქვენც იგბრძანდებოდით. ნახეთ რა მასშტაბის იყო. იქ რა თქმა უნდა ბევრი რამე დაუჯერებელი არის და ხედავდით ჩვენ მაშველებს როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩეს, რა თქმა უნდა, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება და პირიქით
210 მამაცი მოქალაქე ყავს ჩვენ, რომელიც ამ სტიქიას გადაურჩა, რომელიც არ ჩავარდა პანიკაში, რომელმაც მათ შორის იმით რომ დროულად იმოქმედეს, დაეხმარენ გვერდში მყოფებს, გადაარჩინეს გვერდში მყოფებიც და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა Sunset Show-ის პერსონალი, რომელმაც იქ დამსვენებლები სართულ ატარა კიბეებით გადმოიყვანა სამშვიდობოზე. ის რუსთავის სკოლის მოსწავლეები, ორი სკოლიდან, რომლებიც მართალი ამ სტიქიის ზონაში იყვნენ მოცილებით, მაგრამ ამ სტიქიის გამო მოწყდნენ გარესამყაროს და არავინ არ ჩავარდნა პანიკაში და სიმშვიდე შეინარჩუნეს. ყველა ამ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ არ აყვნენ პანიკას, დაეხმარნენ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით გაუსვა გლოვლელების სიმამაცეს, რომლებიც პირველები იყვნენ თავისთავად ეპიცენტრში, თუმცა მათაც დასჭირდათ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან ხიდი იყო მოწყვეტილი და შემოვლითი არის და გარკვეული პერიოდი დასჭირდათ მისასვლელად. მაგრამ ყველა ამ ადამიანმა სიმამაცე გამოიჩინა, რა თქმა უნდა, რთულია ჩვენ შევიდეთ იმ ადამიანების ასე ვთქვათ ემოციურ მდგომარეობაში, როდესაც ხარ ეპიცენტრში ბუნებრივი კატასტროფისა და ამ შემთხვევაში მათ შორის ერთის მხრივ ეს გარკვეულ შიშის გზნობაც არის, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ ადამიანებში განსაკუთრებულ მობილიზებასაც იწვევს და მე მგონი ეს მობილიზების მაგალითებიც ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან. მადლობა. ვერაფერს ვერ გააგებინე.